მთავრობა ბიოდეგრადირებადი პარკების მოხმარების შეზღუდვას გეგმავს. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მსოფლიო ბანკის კვლევაც ადასტურებს, რომ ბიოდეგრადირებადი პარკი ისეთივე ნარჩენია, როგორც პლასტიკი პარკი. რა წერია მსოფლიო ბანკის კვლევაში? ფინანსური მხარდაჭერით ჩატარებულ კვლევაში საუბარია ერთჯერადი პლასტიკის პარკების რეგულირების გაძლიერების საჭიროებაზე. მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმადვე, პლასტმასის ბოთლები და მათი თავსახურები, ასევე პლასტიკის პარკები განისაზღვრა ორ პრიორიტეტულ პროდუქტად, რომლებიც მნიშვნელოვანი დამაბინძურებლები არიან და ამასთან ამ მიმართულებით ინტერვენციის დიდი პოტენციალი არსებობს. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო ადგილობრივ ბაზარზე შესაფუთი მასალების ნედლეული აღარ შემოდის. ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროდუქციის მიღება ამ დრომდე ძირითადად ირანიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ხდებოდა. შექმნილი ვითარების გამო აღნიშნული ბაზრები ჩაიკეტა. რაც შეეხება ალტერნატივებს, სავარაუდოდ მწარმოებელი ქვეყნები ფასების ზრდას ელოდებიან, რის გამოც ექსპორტი დროებით შეჩერებულია. როგორც საქართველოში მეწარმეები აღნიშნავენ, ამ დროისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ნედლეულის უწყვეტი მიწოდებაა. მიუხედავად იმისა, რომ მსხვილმწარმოებლებს გარკვეული მარაგები გააჩნიათ, მთავარ გამოწვევად პოლიეთილენის საწარმო ექსკლუზივში მოსალოდნელ დეფიციტს ასახელებენ, რამაც შესაძლოა ქარხნების გაჩერებაც გარდაუვალი გახადოს. თბილისის მშრალი პორტი განვითარების მეორე ფაზაზე გადავიდა, რაც ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან ზრდას და თანამედროვე სტანდარტების დანერგვას გულისხმობს. როგორც BMG-სთან თბილისის მშრალი პორტის დირექტორი ნინო ნემსაძე აცხადებს, პორტი ამჟამად პირველი ფაზის ფარგლებში ოპერირებს, თუმცა მოთხოვნის მზარდი დინამიკა მომდევნო ეტაპების დაჩქარებას მოითხოვს. ის ასევე ამბობს, რომ მესამე ფაზის პროექტი ჩარჩოს სახით უკვე არსებობს და ის უფრო სპეციალიზებულ მომსახურებაზე იქნება ორიენტირებული. სააქციო საზოგადოება ნიკორა საქმიანობას ახალი სახელით ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის NMG-ის სახელით განაგრძობს. როგორც საქმიანი დილას ეთერში კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილე დავით ურუშაძემ განაცხადა, ეს არ არის ფორმალური ცვლილება. ნიკორა უკვე თითქმის 30 წელია ბაზარზეა. ჩვენ ხორცს პროდუქტების წარმოებით დავიწყეთ. ამ პერიოდის განმავლობაში გავიზარდეთ კომპანია გახდა ჯგუფი, რომელიც უკვე 15 კომპანიაზე მეტს აერთიანებს. ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ დედა კომპანიის სახელწოდება გაგვემიჯნა ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებისგან. ცნობისთვის გეტყვით, რომ სააქციო საზოგადოება ნიკორას ახლა უკვე NMG-ის ქვეშ მოქცეულია სუპერმარკეტების ქსელი ნიკორა, ლიბრე, ასევე რძის პროდუქტების მწარმოებელი დღის, პურფუნთშეულის მწარმოებელი პანე, სადისტრიბუციო კომპანია პარტნიორი, სწრაფი კვების ბრენდი Hot Dog Room-ი, ხორცს პროდუქტების მწარმოებელი მეტაბლედა კორი და წეხურის მწარმოებელი შეფმაისტერი, იმპორტიორი კომპანია ინტრეიდი და სხვა.